მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გადაწყვიტა საკლუბო მუნდიალს ახალი სიცოცხლე შთაბეროს და წარსულში ტურნირი თუკი ყოველწლიურად იმართებოდა და მხოლოდ 7 გუნდი მონაწილეობდა, ახლა FIFA-მ გააფართოვა ფორმატი და 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ის ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება, როგორც ნაკრებთა შორის არსებული მსოფლიოს ჩემპიონატი. FIFA-მ საგრძნობლად გაზარდა საპრიზო ფონდის $1 მილიარდამდე, საიდანაც გამარჯვებული გუნდი 125 მილიონს მიიღებს. ეს მნიშვნელოვნად აღემატება 2023 წლის ტურნირის ჯამურ 16 მილიონიან ფონდს და ჩემპიონობისთვის განკუთვნილ 5 მილიონიან პრიზს. თუმცა უშუალოდ ფეხბურთელებთან ამ თანხის მხოლოდ ნაწილი მიდის. ტურნირში ევროპული და არა მარტო ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავები მონაწილეობენ და ყველაზე შემოსავლიანი 5 ფეხბურთელის საერთო ანაზღაურებამ $381 მილიონი შეადგინა. მაგალითად, MLS-ის კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების მიხედვით ლიგის ფეხბურთელები მოედანს გარეთ მიღებული თანხის მხოლოდ 50%-ს იღებენ და ისიც $1 მილიონამდე თითო გუნდზე. MLS-ის მოთამაშეთა ასოციაცია მოითხოვს ამ შეზღუდვის გაზრდას საკლუბო მუნდიალისთვის, თუმცა ტურნირის დაწყებამდე შეთანხმება კვლავ არ არის მიღწეული. ამ დროს ესპანური გამოცემა მარკას მიხედვით მადრიდის რეალი თავის ფეხბურთელებს ტიტულის მოპოვების შემთხვევაში თითოეულს €1 მილიონ დაპირდა. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე მონაწილეობას ისეთი შემოსავლიანი მოთამაშეები ვერ მიიღებენ, როგორებიც კევინ დე ბრუინი, ნეიმარი და მოჰამედ სალაჰი არიან, თუმცა მათ ფონზეც კი მნიშვნელოვანი დანაკლისი კრიშტიანუ რონალდოა, რომლის ალ-ნასრიც ტურნირზე ვერ მოხვდა. შესაბამისად, აღნიშნულ სიაში ვერცერთ მათგანს ვერ ვიხილავთ და ეს რეიტინგს უფრო მეტ ინტრიგას ძენს. მეხუთე ადგილი ჰარი კეინი $39 მილიონი, კლუბი მიუნხენის ბაიერნი. ინგლისელი ყოველთვის იყო განსაკუთრებული გოლეადორი, მას საკლუბო დონეზე 366 გოლი აქვს გატანილი, ხოლო საერთაშორისო მატჩებში კიდევ 73. მიუხედავად ამისა, 31 წლის კეინმა თავისი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ვერცერთი მთავარი ტიტული ვერ მოიგო, მანამ სანამ ბაიერნმა ამ სეზონში ბუნდესლიგის ჩემპიონობა არ მოიპოვა. ეს კეინის მეორე სეზონია კლუბში, ტოტენჰემ ჰოტსპურში გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. მოედანს მიღმა კი ჩელსის საფეხბურთო მიმართულების სარეკლამო სახეა. მეოთხე ადგილი ვინისიუსი $45 მილიონი, კლუბი მადრიდის რეალი. FIFA-ს მოქმედმა წლის საუკეთესო კაცფეხბურთელად დასახელებულმა ვინისიუს ჟუნიორმა მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ განამტკიცა თავისი სუპერვარსკვლავის სტატუსი. მან უკვე მეოთხედ მიყოლებით 20-ზე მეტი გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე. 24 წლის ბრაზილიელს ბურთის კარში გზის პოვნა შესანიშნავად გამოსდის საკლუბო დონეზე, თუმცა ეროვნული ნაკრების მაისური დამჯერად მხოლოდ 7 გოლი აქვს გატანილი 41 მატჩში. მიუხედავად ამისა, სამხრეთ ამერიკაში მისი პოპულარობა სწრაფად იზრდება. ვინის პრომო პარტნიორებს შორის უკვე არიან ისეთი ბრენდები, როგორიცაა გათორეიდი, პეპსი და დუბაის ტურიზმი. მესამე ადგილი ერლინგ ჰალანდი, $62 მილიონი, კლუბი მანჩესტერ სიტი. ერლინგ ჰალანდმა პირველად ვერ მოახერხა თავისი მანჩესტერ სიტიში გატარებული 3 სეზონის განმავლობაში მოწინავე ბომბარდირთა სიაში ყოფნა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჰალანდის შედეგი შემცირდა, ინგლისში წარმატება მას ფინანსურად მაინც დიდი სარგებელი მოუტანა. იანვარში 24 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მან ხელშეკრულება 9 წელიწად ნახევრით გაახანგრძლივა და მანჩესტერ სიტის საკუთარი მომავალი 2034 წლამდე დაუკავშირა. ამით მან გადაუსწრო კოულ პალმერს, რომელმაც გასულ წელს ჩელსისთან 9 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მოედანს მიღმაც ჰალანდი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიც Nike, Clear და Beats არიან. მეორე ადგილი კილიან მბაპე, $90 მილიონი, კლუბი მადრიდის რეალი. მბაპემ საფეხბურთო სამყაროს დიდი რყევა მოუტანა, როდესაც თავისი ბავშვობის ოცნება აისრულა და 2024 წლის ივნისში მადრიდის რეალს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 42 გოლი გაიტანა, თუმცა ლოს ბლანკოსისთვის სეზონი ნაწილობრივ იმედგაცრუებით დასრულდა. გუნდი ბარსელონასთან დაპირისპირებაში ლა ლიგის ტიტულის გარეშე დარჩა და ჩემპიონთა ლიგიდანაც მეოთხედ ფინალში ლონდონის არსენალთან დამარცხების შემდეგ გავარდა. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მბაპეს ყოფილმა კლუბმა პარი სენ-ჟერმენმა, რომელმაც ის მადრიდში გაუშვა, გასულ თვეში ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო. თუმცა საფრანგეთის ნაკრებში კილიანმა მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა. ის გახდა მხოლოდ მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ლებლუს შემადგენლობაში 50 გოლის გატანა მოახერხა ოლივიე ჟირუსა და ტიერი ანრის შემდეგ. პირველი ადგილი ლიონელ მესი, $135 მილიონი, კლუბი ინტერ მაიამი. მას შემდეგ, რაც ლიონელ მესი 2023 წელს ინტერ მაიამიში გადავიდა, მთლიანად შეცვალა კლუბის ბიზნეს პროფილი და მისი საბაზრო ღირებულება $1.2 მილიარდამდე გაზარდა, რაც MLS-ში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა არგენტინელი სუპერვარსკვლავის მომავალი სამხრეთ ფლორიდაში ბურუსით არის მოცული, რადგან მისი კონტრაქტი 2025 წლის ბოლოს იწურება. გავრცელებული ცნობებით მესის კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ მიუხედავად იმისა, სად გადაწყვეტ თავისი არაჩვეულებრივი კარიერის დასრულებას, ერთი რამ ნათელია. ის კვლავაც მარკეტინგული ძალაა. მესი იმ 4 ვარსკვლავში შედის, რომლებიც Forbes-ის 2025 წლის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სპორტსმენთა სიაში მოექცნენ და რომელთაც მოედნის გარეთ მინიმუმ $75 მილიონი გამოიმუშავეს. მის მსხვილ სარეკლამო პარტნიორებს შორის კი Adidas, Lays და Mastercard ხვდებით.